მიკრობანკმა NBC-მ სააგენტო საწარმოოს საქართველოში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 30 მილიონი ლარის ორწლიანი საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. განთავსება TBC კაპიტალის მხარდაჭერით განხორციელდა და ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის მეორე და ბოლო ტრანშია. ემისიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა მიიღეს, რაც კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობის დადასტურება არის. განთავსების დეტალებზე სასაუბროთ საქმიანდილეში ნინო დევდარიანი, მიკრობანკ NBC-ის რისკების დირექტორი და ასევე თინა სიმონიშვილი, TBC კაპიტალის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი მოვიწვით. დილამშვიდობისა. ბატონო მობრძანებისთვის და რა ვიცი, ალბათ გილოცავთ, ხო? თინა როცა მოდის განსაკუთრებით მე უკვე ბიზნესთან ერთად ეს ნიშნავს რაღაცა ახალს და სიახლეს. კარგს, ცხადია. ნამდვილად. როგორ წარიმართა ნინო პროცესი, რა შეგვიძლია ვთქვათ, პროცესი წარიმართა საკმაოდ ესეთ ფორს-მაჟორულ ეტაპზე აკეთინა დამეთანხმება, თუმცა TBC კაპიტალის ძალიან კვალიფიციური და პროფესიონალური გუნდის დახმარებით ფაქტობრივად ჩვენ ძალიან მალე და ძალიან ოპერატიულად შევძელით, ასე ვთქვათ, ამ ტრანზაქციის წარმატებით დასრულება. 60 მილიონი ლარის ობლიგაციების გამოშვება მოვახერხეთ ჩვენ წელს და გავაკეთეთ ეს ორ ტრანშად. მოთხოვნამ გადააჭარბა, ასე ვთქვათ, თვითონ გათავსების ოდენობას, საფასო ნაწილითაც ძალიან კმაყოფილები ვართ ჩვენ, როგორც ასე ვთქვათ, ორგანიზაცია, იმიტომ რომ წინა ემისიებთან შედარებით, ახლა ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით, რომ ყოველი შემდგომი ემისია უფრო უკეთესი ფასით და ასე ვთქვათ, იაფი რესურსი მოგვეზიდა ობლიგაციების სახით ორგანიზაციისთვის და წელს ფაქტობრივად გავაკეთეთ ყველაზე დაბალი ნიშნულის ფასით, ეს იყო რეფინანსირებას პლუს 4%-იანი სპრედით. და პრინციპში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იყო ერთის მხრივ მნიშვნელოვანი ტრანზაქცია, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები მოვიზიდეთ, მეორე ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ იყო ძალიან მნიშვნელოვნად კარგი ფასი და გარდა ამისა, კიდევ შევძელით რამდენიმე ახალი ინვესტორის, ასე ვთქვათ, დაინტერესება და ჩვენი პარტნიორების სიის ზრდა. რა განაპირობა ის ძირითადი ფაქტორები რა იყო, რამაც ადგილობრივი ეს ინსტიტუციური ინვესტორების მაღალი ინტერესი გამოიწვია ობლიგაციების განთავსებაში? ერთის მხრივ ალბათ უნდა ვთქვათ ის, რომ თვითონ ჩვენი ორგანიზაციის სტატუსის ცვლილებამაც გარკვეული როლი ითამაშა ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად უკვე ძალიან მალე ერთწლიან, ასე ვთქვათ, დაბადების დღეს ვიზეიმებთ, როგორც მიკრობანკის სტატუსით მოოპერირა პირველი ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ ლიცენზიის მოპოვებამაც ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმას, რომ ინვესტორების მხრიდან იყო საკმაოდ მაღალი დაინტერესება ჩვენი ობლიგაციების თან მიმართებაში და პრინციპში ალბათ ეს იყო მათ შორის ფასის განაპირობებელი ფაქტორიც და კიდევ უფრო მეტად გაზრდილი, ასე ვთქვათ, სანდოობის ფაქტორიც. თინა, TBC-ის გადმოსახედიდან თქვენი შეფასება პროცესის, თქვენ ამას აკვირდებით ბევრი და სხვადასხვა კომპანიების პრიზმაში, აქ ამ შემთხვევაში თან კიდევ ემატება, რომ საფინანსო ინსტიტუციასთან გვაქვს საქმე, რომელიც მზარდია, ნინოს დავიმოწმებს, სულ რაღაც 1 წლის წინ, განახლებული სტატუსიდან ნაბიჯი წინ, მიკრობანკისკენ, თქვენი მხრიდან დანახული პროცესი და შეფასებები აღნიშნული განთავსებისა. კი ბატონო, ესე იგი ჩვენ NBC-სთან თანამშრომლობა დავიწყეთ წლის დასაწყისში. გავაკეთეთ ობლიგაციების პროგრამა, რამაც ძალიან კარგად შეგვიწყო ხელი, რომ ისე აგვერჩია მომენტი ბაზარზე გასასვლელად, რომ რაღაც ორ ტრანშად დავყავით ეს სრული თანხა და კომპანიის საჭიროებებს მოვერგეთ. შესაბამისად, პირველი 30 მილიონი ლარი აპრილში დავბეჭდეთ, დანარჩენი თანხა უკვე წლის მეორე ნახევარში, რათა, ასე ვთქვათ, კომპანიის საჭიროებები მზარდი პორტფელის საჭიროებები დაგვეკმაყოფილებინა, ასე ვთქვათ. მე მგონი, რომ პროცესმა ძალიან პოზიტიურად ჩაიარა, კარგად ვითანამშრომლეთ. ჩვენ პარტნიორ ადგილობრივ კომერციულ ბანკებთან და სხვა ტიპის ინსტიტუციური ინვესტორებთან ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ. კომპანიას ეს ორგანიზაციები ზოგი იცნობდა, ზოგი ახალი იყო, როგორც ნინომ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაფართოვოთ ხოლმე ინვესტორთა ბაზა და ამის შესაძლებლობა მოგვეცა და ძალიან გვიხარია. რამოდენიმე ინსტიტუციური ინვესტორია ტრანზაქციაში შემოსული და აღსანიშნავი ისიც არის, რომ რა თქმა უნდა, ლარის ემისიებში ძალიან მნიშვნელოვანი არის ეროვნული ბანკის ინიციატივა, რომ რეპო ტრანზაქცია
შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ კომერციულ ბანკებს და ამით ისინი ასე ვთქვათ რესურსს იაფებენ და შესაბამისად შეუძლიათ რომ უკეთეს განაკვეთში დააფინანსონ კომპანიები ვიდრე ვთქვათ პირდაპირ სესხით. ახლა გამოვიდა რეფინანსირება +4%. რეფინანსირება +4%-ში, რაც წინა წლის განთავსებებთან შედარებით კომპანიისთვის 25 ბიფსიანი გაუმჯობესება იყო. TBC კაპიტალისთვის ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ ექსკლუზიური განთავსების აგენტი ვართ და ასე ვთქვათ ამ პროცესს ჩვენს ხელი შეუწყვეთ, რომ მოლაპარაკებებში, კოოპერაციაში ბანკებთან და სხვა ინსტიტუციური ინვესტორებთან აქტიურად ვიყავით ჩართულები და ჩვენი როლიც ეგ არის, რომ ასე ვთქვათ მაქსიმალურად კომპანიის ინტერესები გავატაროთ და შევძლოთ ბაზარზე საუკეთესო პირობებით ობლიგაციები გამოვაშვებინოთ და სანამ გადავალ იმ შეკითხვაზე, რომელიც ეხება ვინ არიან დაზუსტებით შემძენები ამ ყველაფრის. რახან ახსენეთ, თინა მინდა რომ ეს კითხვა თქვენთანაც და ნინოსთანაც დავფარო. საპენსიო ფონდი ჩანს ერთ-ერთი რომელიც ამ ყველაფერში მონაწილეობდა. გარდა იმისა, რომ მინდა რომ ფაქტი აუნიშნო, მინდა თქვენი შეფასება, რას ნიშნავს, რომ საპენსიო ფონდი მონაწილეობს ამ ტიპის განთავსებაში. მე უფრო ფართოდ ვიტყვი, რომ საპენსიო ფონდის მონაწილეობა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე უმნიშვნელოვანესი არის, ვინაიდან ჩვენთვის ინვესტორთა ბაზის გაფართოება და სხვადასხვა ტიპის ინვესტორების ადგილობრივ ბაზარზე შემოყვანა იმას ნიშნავს, რომ ეს ბაზარი მზარდი და ასე ვთქვათ, წინსვლა გვექნება, ხო? იმიტომ რომ მოთხოვნა ემიტენტების მხრიდან ცალსახად ფიქსირდება, ახალი და ახალი სექტორები გვემატება ბაზარზე, ახალი მოთამაშეები და სახელები გვემატება და მთავარი გამოწვევა და მომენტი დღეს რაც არსებობს არის, რომ ინვესტორთა ბაზა გავაფართოვოთ, როგორც ინსტიტუციურ, ასევე ინდივიდუალური ინვესტორების მხარეს და ლარის ტრანზაქციებში ინსტიტუციური ინვესტორები ცალსახად მნიშვნელოვანები არიან ძალიან, საპენსიო ფონდის როლიც მნიშვნელოვანი არის, მათ რაღაცა გარკვეული პირობები აქვთ, რა შემთხვევაში შემოდიან სხვადასხვა ტრანზაქციაში, ჭირდებათ აუცილებლად რომ კომპანიას ჰქონდეს რეიტინგი, მინიმუმ B+, აქვთ რაღაცა გარკვეული კვოტა რის ფარგლებშიც შემოდიან, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე არის და იმედი მაქვს რომ ასეც გაგრძელდება და სხვადასხვა ემისიებს მხარს დაუჭერენ. ჩვენთვის ეს კიდე უფრო მეტად სასიხარულო იყო გულთვალად ვიტყვი, იმიტომ რომ ჭეშმარიტად პირველი მიკრობანკი იმითაც გავამართლეთ, რომ პირველი მიკრობანკი გავხდით, სადაც საპენსიო ფონდი შემოვიდა, ასე ვთქვათ და დაინტერესდა ჩვენი ობლიგაციებით. ნუ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ ის რომ ამხელა ინსტიტუცია უცხადებს ჩვენს ორგანიზაციას ნდობას, ეს კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი რაიმის დემონსტრირება არის. მათ შორის იმის, რომ კომპანია სწორ და კარგ ადგილას დგას და გარდა ამისა, ეს ნდობა მათ შორის ამყარებს სხვა ინვესტორების დაინტერესებასაც, მათ ნდობასაც და კიდევ უფრო მეტ გაფართოების საშუალებებს გვაძლევს ინვესტორთა ბაზის. ამ მიმართულებით, ამიტომ საპენსიო სააგენტოს ჩვენ ინვესტორთა სიაში ხილვა ძალიან დიდი პატივია ერთის მხრივ, პასუხისმგებლობა მეორეს მხრივ და შესაძლებლობები მესამეს მხრივ. რა ახალი პროექტების მხარდაჭერაზე მიემართება მოზიდული 30 მილიონი ლარი? მოდით ასე ვიტყვი, ორი პრინციპში მიზნობრიობა ქონდა ამ ფულების მოზიდვას, 60 მილიონი ლარი მოვიზიდოთ ჩვენ წელს ფაქტობრივად, მხოლოდ ბოლო ტრანშზე არ ვისაუბრებ. ერთის მხრივ ეს იყო არსებული ვალდებულებების რეფინანსირებაზე მიემართა მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა მეორე ნაწილი მიემართა პორტფელის ზრდაზე. ახლა პორტფელის ზრდა რას გულისხმობს ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ როგორც მიკრობანკს მანდატი გვაქვს ფაქტობრივად პირდაპირ ის, რომ ჩვენი პორტფელის უდიდესი ნაწილი 70% და მეტი ეს უნდა იყოს ბიზნეს დაკრედიტება. და უნდა მიემართოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით და პრინციპში არ მინდა რომ გადავახტებოვლენებს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ წელს საკმაოდ კარგად ვართმევთ ამ ამოცანას თავს, გამომდინარე იმას, ვთქვათ, შედეგებიდან, რაც წელს კომპანიას აქვს. აქედან გამომდინარე, ბიზნესი არის ის ძირითადი, ასე ვთქვათ, ნიშური სეგმენტი, რომელსაც ჩვენ ამ ფულით ვაკრედიტებთ. 60 მილიონის ობლიგაციების ეს განთავსება რეალურად უკვე სრულდება, ხო? რა ახალი ნაბიჯები შეიძლება რომ გადადგას ამ შემთხვევაში კაპიტალის ბაზარზე MBC? აი, თქვენთან ეთერში შევასრულოთ ზუსტად მაგას განვიხილავდით, ასე ვთქვათ, მაგ შესაძლებლობებს, ასე ვთქვათ, თინასთან ერთად და სამომავლო პერსპექტივები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმა მიმართულებით, იმიტომ რომ კაპიტალის ბაზარზე მონაწილეობა ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს მათ შორის ახლა წარმოადგენს ჩვენი დაფინანსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს. ამიტომ შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც შეიძლება რომ ასე ვთქვათ, განვიხილოთ, ეს იქნება უკვე ESG მწვანე ობლიგაციების გამოშვება.
აქ უფრო დიდი ინსტიტუციონალური, ასე ვთქვათ, ორგანიზაციების დაინტერესება ამ ობლიგაციებით და გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, AFI-ების საპარტნიორება და შემოყვანა ჩვენს დაფინანსების საერთაშორისო ორგანიზაციაში, კაპიტალში, ხო? ეს არის სურვილი. დიახ. მანდ გავჩერდეთ. ჯერჯერობით. წინასწარ არ მიყვარს ხოლმე ლაპარაკი აქედან გავდიდარი. 20-25 ჩვენ წლის განმავლობაში მე მახსენდება თქვენთან წლევანდელი პირველი ინტერვიუ, სადაც ადრეული გაზაფხული იყო თინა თუ არ ვცდები, სადაც თქვით რომ შეიძლება წელი არ დაიწყო იანვარ-თებერვალში, მაგრამ ის იქნება ძალიან აქტიური. ერთი მხრივ მაინტერესებს 20-25 კიდე თვენახევარია დაახლოებით დარჩენილი. როგორ აფასებთ თქვენი გადმოსახედიდან ამას ყველაფერს და ჩანს თუ არა რაიმე მიმართებები 2026-თან დაკავშირებით? მე მგონი რომ გაზაფხულზე განხილული საკითხი გამოდგა ასე ვთქვათ ჭეშმარიტება და რეალობა, იმიტომ რომ მართლა ძალიან აქტიური წელი გქონდა, ბევრი ტრანზაქცია იყო და წლის ბოლომდე კიდევ რამოდენიმე საკმაოდ სულ ტრანზაქციაზე ვმუშაობთ, რასაც იმედი გვაქვს რომ დეკემბრის ბოლომდე მოვასწრებთ. ბაზარი დღეს 2 მილიარდ 700 მილიონი ლარით ლარის მოცულობის არის. მიგვაჩნია რომ წლის ბოლომდე 3 მილიარდსაც უნდა გადაცდეს. თან იმის გათვალისწინებთ რომ საკმაოდ ბევრი დაფარვები იყო წელს ადგილობრივ ბაზარზე, მაგალითად სილქის ჯგუფმა იცით რომ გამოუშვა ევროობლიგაციების შესაბამისად ადგილობრივი ობლიგაციები დაიფარა. სხვა მოთამაშეებსაც ჰქონდათ რაღაცა წინსწრებით გარკვეული თანხებით, მსხვილი თანხებით ჩაფარეს, მაგრამ ამის და მიუხედავად მოკლედ ზრდის ტემპმა ბაზარი მაინც გაზარდა და კიდევ 3 მილიარდს გონია რომ გადავაჭარბებთ, ასე ვთქვათ, იმ ფაიფლაინით, რომელიც დღეს გვაქვს. გვქონდა როგორც ლარის ემისიები, ისე ვალუტის ემისიები, ყავდნენ ფიზიკური პირი ინვესტორები, ყავდნენ ინსტიტუციური ინვესტორები, AFI-ები ბევრ ტრანზაქციაში შემოვიდნენ, რაც ძალიან სასიხარულო არის ეს, იმასაც ხაზს უსვავს, რომ ესე იგი ემიტენტების ხარისხი, ასე ვთქვათ, და მომზადების დონე საკმაოდ მაღალი არის. ხო, და ვფიქრობ, რომ ეს ტრენდი აუცილებლად მომავალ წელსაც გაიზრდება, გაგრძელდება. ხედავთ მომართვიანობას, ხედავთ, რომ ემიტენტები ინტერესდებიან სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციებით, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, არ არის მარტო რომ ვთქვათ, ადგილობრივად უშვებენ, ბევრი კომპანია ემზადება ევროობლიგაციების გამოსაშვებათაც, რაც განსაკუთრებულად სასიხარულო არის, იმიტომ რომ გარედან იქნება თანხები მოზიდული, ასე ვთქვათ, ხო და ჩვენი ესე იგი მიზნები ასე ვთქვათ, რჩება უცვლელი, გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი ემიტენტი კომპანია დავაინტერესოთ კაპიტალის ბაზრით, დავანახოთ ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მნიშვნელობა, საჭიროება და საინტერესოება, მათ შორის ფასის კუთხითაც და მეორეს მხრივ ძალიან აქტიურად მუშაობთ ინვესტორთა ბაზის გაფართოებაზე, ამაზე უკვე ვისაუბრე და მოკლედ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გამოწვევა არის და სამუშაო ამ საკითხზე და ჩვენ როგორც ბაზრის შუამავლები, მონაწილეები მნიშვნელოვანი როლი გვაქვს, გვჭირდება ასე ვთქვათ, რომ ყველა მხარეს ვემუშაოთ, რომ ეს ბაზარი ასე ვთქვათ აქტიურად ვითარდებოდეს და კიდევ უფრო მეტი ზრდა არის შანსი, რომ 3 მილიარდი წელს ავიდეთ? კი, გადავაჭარბებთ წელს 3 მილიარდს. რო ავაზებით. წესით და რიგით ესე იქნება. კარგი. მეტი მოდი დღევანდელისთვის საჭირო აღარ არის არც MBC-ზე და არც ამ განთავსებაზე დაველოდოთ ყველა იმ მიმართებას, რაზეც ნინო დევდარიანი, მიკრობანკი MBC-ის რისკების დირექტორი საუბრობდა და პროგნოზებს, რომელიც მომდინარეობს ასევე TBC კაპიტალისგან, კონკრეტულად თინა სიმონიშვილისგან, რომელიც TBC კაპიტალის უფროსი ვიცე-პრეზიდენტია. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა.